კიდევ ერთი ვიდეო მინდა შემოგთავაზოთ თანამშრომლების დაქირავების თემაზე, მენეჯერულ კონტექსტში, HR მიმართულების კონტექსტში. ბევრი კომპანიის ზრდის და განვითარების ძირითადი პრობლემა, ვისთანაც მე მიწევს მუშაობა როგორც კონსულტანტს, როგორც ტრენერს, არის ახალი თანამშრომლების დაქირავება, კარგი თანამშრომლების პოვნა, დაქირავება, ინტეგრაცია კომპანიაში, onboarding-ს რასაც ვეძახით, მათი შედეგიანობის უზრუნველყოფა, რომ საქმე გააკეთო როგორც საჭიროა და თუ ასეთი ვიპოვეთ, მერე შენარჩუნება. ფაქტობრივად, აბსოლუტურად ყველა ორგანიზაციას აქვს ეს პრობლემები, ყველგან დგას საკითხი, რომ სწორი ხალხი როგორ ვიპოვოთ, ან ვერ ვპოულობთ ისეც, რომ თან საქმე იცოდეს, თან სწორი ტიპი იყოს და ასე შემდეგ და მოკლედ ყველგან დგას ეს პრობლემა და საკმაოდ მასშტაბურია. ერთ-ერთი მკვლელი კომპანიების, ასე ვთქვათ, მაგაზეც გვაქვს ჩვენ ვიდეო, რომ სამი მთავარი მიზეზია, ასე ვთქვათ, რის გამოც კომპანიები ვერ გავლენ ფონდს და ფაქტიურად შეწყვეტან არსებობას გრძელვადიან პერიოდში და ერთ-ერთი მიზეზი ზუსტად არის სწორი ხალხის ვერ პოვნა და ვერ შენარჩუნება. ცუდი შედეგები და გულდაწყვეტა ძალიან მრავალფეროვანია, ესე იგი იმ კომპანიებში, სადაც მე ვმუშაობ, ამბობენ, რომ ვერ ხვდებით ცუდ ტიპებს ვარჩევთ და მერე გასაშვებია ეს ხალხი. ძალიან მალე მიდიან თვითონ ხშირად ახალი თანამშრომლები, დაბალი мотиваცია აქვთ, ხშირი ცვალებადობა კადრების ნეგატიურად მოქმედებს, აი ამ ატმოსფეროზე კონფლიქტები არ, ერთგულება არ აქვთ, თითქოს დამოკიდებულება კომპანიის მიმართ, ძველი თანამშრომლები, ახალი თანამშრომლები, თაობებს შორის პრობლემებია, დაბალი შედეგიანობა, არაგუნდურობა და რა ვიცი, მოკლედ ძალიან ბევრი საკითხია სწორი ხალხის პოვნასთან დაკავშირებული და სულ ისმის ეს შეკითხვა, რომ როგორ მივხვდეთ ვინ არის სწორი ადამიანი, ასე ვთქვათ, და როგორ გამოვიცნოთ, ასე ვთქვათ, საჩვენო ხალხი, ანუ ვინ ავიყვანოთ და ვინ არ ავიყვანოთ და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ეს ვიდეო ეხება, არის რომ თანამედროვე მენეჯმენტი გვასწავლის, რომ უნდა დაიქირავოთ პიროვნება. პიროვნულ თვისებებზე უნდა გაკეთდეს აქცენტი დაქირავებისას და ამის მერე უნდა დავეხმაროთ უნარების განვითარებაში და ცოდნა უნდა მივცეთ. ისეთი დრო დადგა, რომ სწორი ადამიანის პოვნა გახდა პირველი პრიორიტეტი და მერე, ასე ვთქვათ, მისი უნარების განვითარების ხელშეწყობა და ცოდნის შეძენა, ასე ვთქვათ, გახდა შემდგომი ეტაპები და ამოცანები ორგანიზაციის. ხო, აი ამაზე ველაპარაკებთ ამ ვიდეოში და რჩევებს, კონკრეტულ რჩევებს გაგიზიარებთ რა და როგორ უნდა გავაკეთოთ. მანამდე მინდა მადლობა გადაუხადო ამ ვიდეოს სპონსორებს. თქვენ შეამჩნევდით, რომ ტრადიციული გაგებით ჩვენ ვიდეოებს სპონსორები არ აყავთ და რეკლამითაც არ არის დატვირთული YouTube-ზე ჩვენი ვიდეოები. ამის მიზეზი ის არის, რომ ყველა ვიდეოს, მათ შორის ამ ვიდეოს სპონსორები არიან ჩვენი დამკვეთები და ტრეინინგების მონაწილეები. ფლომასტერი ატარებს ტრეინინგებს, ამ ტრეინინგებით მიღებული რესურსით, ანუ თქვენგან ჩვენი დამკვეთებისგან მიღებული რესურსით, ვახერხებთ, რომ უფასო და ხარისხიანი კონტენტი ვაკეთოთ YouTube-ზე და სხვა ადგილებში. ამისთვის დიდი მადლობა გეკუთვნით და ჩვენი ტრეინინგების შესახებ ინფორმაცია არის ჩვენ საიტზე flowmaster.g. დაუბრუნდეთ ახლა რას ნიშნავს, რომ სწორი პიროვნება დავიქირაოთ და დავეხმაროთ უნარების განვითარებაში და ცოდნის მიღებაში, ხო? ვითარება არის ასეთი, რომ პიროვნული თვისებები ადამიანის ყალიბდება ადრეულ ბავშვობაში. აი ესეთი ფრაზა იყო ერთ-ერთ წიგნში და დამამახსოვრდა, რომ ერთ კაციან ლოგინზე, ერთ ადამიან ვიწრო ლოგინზე, სანამ გარდ მოეტევა ბავშვი, ანუ ალბათ 5, 6, 7 წლის ბავშვზეა საუბარი, მანამდე ყალიბდება მისი ხასიათის ფუნდამენტური თვისებები. მანამდე ყალიბდება ხალხთან ურთიერთობა, მანამდე ყალიბდება პასუხისმგებლობა, მანამდე ყალიბდება გონიერება, მანამდე ყალიბდება ძალიან ბევრი თვისება, რომელიც არის ადამიანისთვის მერე მთელი ცხოვრების განმავლობაში განმსაზღვრელი. ანუ თქვენ რო იმის იმედი გქონდეთ, რომ ადამიანს ავიყვანთ, რომელიც არის ზარმაცი და მერე გამოვასწორებთ, ვერაფერსაც ვერ გამოვასწორებთ, ესე იგი მშობლებმა თუ ვერ გამოვასწორეს და ოჯახმა, თქვენ შანსი არ აქვს. ხო? 7 წლამდე ყალიბდება თუ 10 წლამდე ყალიბდება, ყოველ შემთხვევაში სამსახურში უკვე ჩამოყალიბებული არის პიროვნული თვისებები. ფიზიოლოგიური უნარები, სხეული ადამიანის სადღაც 20-იან წლებში ამთავრებს განვითარებას და ჩამოყალიბებას და ფსიქოლოგიური ჩამოყალიბება კიდე სადღაც 30 წლისთვის, 30-იანი წლებისთვის მთავრდება, ხო? ესე იგი გამოდის, რომ პიროვნულ თვისებებს ჩვენ ვერაფერს ვეღარ უზამთ და ფიზიოლოგიური ჩამოყალიბება ფიზიკურ შრომასთან თუ არა გვაქვს კავშირი
გადამწყვეტი არ არის და დიდწილად უკვე არის 20 წლის ეს ჩვენი ადამიანი და შეიძლება წარმოდგენა ვიქონიოთ სიმაღლეზე მხედველობას და ასე შემდეგ თუ გჭირდება ეს რაღაცეები სპეციფიური საქმისთვის, მაგრამ ფსიქოლოგიურ ჩამოყალიბებას რაც შეეხება, ანუ უნარებს, ჩვევებს და ასე შემდეგ, ამის ჩამოყალიბების დრო არის 30 წლამდე და 30 წლის შემდეგაც. ზოგიერთი უნარი, როგორც არის ემოციური ინტელექტი, როგორც არის პროფესიული უნარები, ტექნოლოგიური და ასე შემდეგ და ცოდნის მიღება, მაგას საერთოდ არ აქვს ბოლო ვადა და მთელი ცხოვრების განმავლობაში შეიძლება ადამიანმა დახვეწოს, ხო? ესე იგი, რა გამოდის, იცით, ლოგიკა გამოდის, რომ რასაც ვერ უშველით, ის უნდა შერჩევის დროს გარანტირებული გავხადოთ და ვერ უშველით პიროვნულ თვისებებს. ამიტომ ჩვენ ვლაპარაკობთ ეს ვიდეო ამას მიუძღვენით, რომ შერჩევისას თქვენ უნდა არჩიოთ პიროვნება, თქვენ უნდა შეეცადოთ, რომ გაიგოთ პიროვნული თვისებები და ეს უნდა იყოს დასაყრდენი არჩევის. პირიქით რო წარმოვიდგინოთ, რომ აი წერია ემეებში, ვაკანსიებში, რომ უნდა იცოდეს Excel-ი. კაი ბატონო, იცის Excel და არის აფერისტი. ეხლა რა ვქნათ? თუ თქვენ ვერ გაარჩიეთ აფერისტი Excel-ის წოდნე, არა აფერისტი Excel-ის წოდნესგან მით უარესი რომ Excel-ი იცის, უფრო ცუდ რაღაცას გააკეთებს. ან არის ქვეშიდან გამომძრომი, უპასუხისმგებლო ადამიანია. გინდა Excel-ი იცოდეს, გინდა ბუღალტერია და გინდა სოციალური მედია, ხო? ანუ ჩვენ ვამბობთ, რომ მთელი ჩვენი მცდელობა აყვანისას, შერჩევისას უნდა იყოს, რომ დავრწმუნდეთ, რომ პიროვნული თვისებები და პორტრეტი, ასე ვთქვათ, შეესაბამება იმას ჩვენ რაც გვჭირდება. და დანარჩენ რაღაცებს, რასაც ეშველება, ეს თუ გინდა შემდეგ ეტაპებზე მას მერე რაც პიროვნული თვისებებით გადავარჩევთ, კიდევ ბევრი კანდიდატი თუ დაგვრჩა და მეტი არაა ჩემტერი, ერთ და ორ კანდიდატს ნატურალურად ხშირად, ისეთი რთული შრომის ბაზარია, მერე გადაარჩიე რითიც გინდა ტესტები აწერინა, მაგრამ თავიდან თუ Excel-ის ტესტებით დაიწყებ, ესე იგი შეიძლება წესიერი ტიპები ჩამოიშორო, ასე ვთქვათ, კეთილსინდისიერი მშრომელი, რომელიც Excel-საც ისწავლიდა და ბუღალტერიასაც და საქმესაც კარგად გააკეთებდა და მერე შეგრჩეს, ასე ვთქვათ, ხალხი, რომელიც მაგალითად ტესტებში აყალბებს, ჩიტინგს აკეთებს, ასე ვთქვათ, რაღაცა ხრიკებით გადის ფონს, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქცენტი გქონდეს პიროვნულ თვისებებზე. ეს მინდა მთავარი აქცენტი ამ ვიდეოზე. ეხლა პრაქტიკულად როგორ გავაკეთოთ, როგორ შეიძლება რომ ეს გადაიქცეს რეალობად, ხო? პირველ რიგში მოიწონეთ ეს ვიდეო, თემა თუ მოგწონთ, იმიტომ რომ ჩვენც და YouTube-იც ესე ვხვდებით, როგორი ვიდეოები გინდათ, რომ მომავალში გაგიკეთოთ და ჩვენი არხი გამოიწერეთ, ყოველ კვირეულად ახალ ვიდეოებს ვაქვეყნებთ და არ გამოგრჩებათ. ეხლა ხალხის შერჩევას. ეძებეთ სწორი ადამიანი, ჩართეთ თქვენი გუნდი. ამოცანა დასვით Excel-ის წოდნაზე და იმაზე კი არა, უცხოენის წოდნაზე, არამედ ადამიანობაზე, პრინციპებზე, რამდენად შესაფერისია თქვენი და თქვენი გუნდის ფასეულობების, ხო? ყალბი რაღაცეები წერია ვაკანსიებში და, რა ვიცი, დიმიტრი გელოვანიაო ეგეთი. ადამიანურ დონეზე დაინტერესდით წარსულით. რა არის მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიები, ცხოვრები. შეიძლება სტუდენტი იყოს, მაგრამ საკმარისად ბევრი დრო აქვს უკვე ნაცხოვრები, რომ რაღაცეები გაგიზიაროთ და მოგიყვეთ. რითი ამაყობს, რითი არ ამაყობს, თუ სწავლობს, რატომ სწავლობს, როგორ სწავლობს, რა ამოტივირებს, შენიშვნებს რაზე იღებს, შენიშვნებს რო იღებს, მერე რა ხდება. სამეგობროში როგორი როლი აქვს, ოჯახში, სანათესაოში, სასწავლო დაწესებულებაში და ასე შემდეგ. პიროვნება უნდა გავარკვიოთ, რა უყვარს, რა აინტერესებს, როგორი მეგობრები ყავს, თავისუფალ დროს რას აკეთებს, რა სწავლობს, როგორ სწავლობს, მარტო რასაც აძალებენ იმას სწავლობს, ანუ დამჯერია, თუ თავისი ინტერესები აქვს, ხო? ცხოვრებისეულ პრობლემებს როგორ აგვარებს, ხო? აი პრობლემა რო აქვს ადამიანთან როგორ აგვარებს, მომავალთან დაკავშირებით როგორი განწყობა აქვს და ასე შემდეგ და ერთი რჩევა აქვე უნდა ვთქვათ, რომ ბრტყელი ინტერვიუს სტანდარტული შეკითხვები ხალხო დაჩეთ GPT-ებული და დაგუგლული აქვს ყველას რა. აზრი არა აქვს, მაგას თქვენ ყალბ ადამიანს და ნამდვილ ადამიანს ვერ გაარჩევთ ბრტყელი შეკითხვებით, რომ 5 წელიწადში რას გეგმავ და ამას როგორ აკეთებ და რაღაცა სტრესის ქვეშ მუშაობა თუ შეგიძლია. მოკლედ, რაც შეიძლება მეტი აქცენტი უნდა გავაკეთოთ ადამიანის პიროვნულ თვისებებზე, რომელიც დადასტურებულია მისი ისტორიებით და ამბებით, ხო და ლაივში ყალბი ამბების შეთხზვა და გამოგონება მოკლედ ძალიან უჭირთ ყველაზე ნიჭიერ ადამიანებსაც. ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ სამსახურებრივი გასაუბრება არის ტყუილებით სავსე ფორმატი. ანუ პრანჭვისის არის, ეს არის ადგილი, სადაც თავი უნდა მოგაწონოს. კანდიდატმა და ყველაფერს აკეთებს და თუ უპატიოსნო ადამიანია, ყველაფერს გააკეთებს, რომ სწორი პასუხები
გაგცეთ, ხო? კითხოთ რა წარუმატებლობები ქონია, ვისი ბრალია წარუმატებლობები, ვისი დამსახურებაა წარმატება. მოკლედ შეეცადეთ რომ დრო დახარჯოთ ადამიანთან და გაიცნოთ ადამიანი. ის კი არა რომ Excel-ზე და იმაზე ანგარიშთა გეგმაზე ველაპარაკოთ, არამედ ადამიანი გავიცნოთ. რეკომენდაციებიც მაგითო უნდა მოვიკითხოთ. ის კი არ უნდა ვიკითხოთ ძველ სამსახურში რომ Excel-ი იცის თუ არა, მაგას ჩვენ თვითონ გავტესტავთ. ვიკითხოთ კონფლიქტები ქონდა თუ არ ქონდა, რას აკეთებდა კონფლიქტის დროს. უსამართლობის შეგრძნება როცა ქონდა რას აკეთებდა, ფიდბექს როგორ იღებდა და ასე შემდეგ. ხო, თუ გვაქვს ამის გადამოწმების საშუალება. თქვენი გუნდიც ჩართეთ, ყველამ ერთად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ ადამიანის, ახალი ადამიანის წარმატებაზე. ამიტომ გავიმეორებ პრინციპს, ეძებეთ სწორი ადამიანი და მერე დავეხმაროთ უნარების განვითარებაში და ცოდნის მიღებაში. ეს არის რაც მინდოდა მეთქვა. მადლობა ყურადღებისთვის და მალე შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.